უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ანდრი ერმაკი მასშტაბურ კორუფციულ სქემებში მხილებული. ქვეყნის ეროვნული ანტიკორუფციული სამსახურისა და ამ უწყების დაქვემდებარებაში მყოფი სპეციალიზებული პროკურატურის თანახმად მიაკვლიეს ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებას, რომელიც 2021-დან 2025 წლამდე პერიოდში 9 მილიონამდე ევროს ოდენობის თანხის გათათებაში ეჭვმიტანილი. გამოძიების თანახმად უკრაინის პრეზიდენტის აპარატის იმდროინდელი უფროსი და ვოლოდიმირ ზელენსკის გარემოცვის წევრი ინფორმირებული იყო დანაშაულებრივი სქემის შესახებ, რომელიც გულისხმობდა განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხების უკანონო გზით ლეგალიზაციას კიევის შემოგარენში ელიტარული სამშენებლო პროექტის მეშვეობით. უკრაინული საგამოძიებო უწყებების ცნობით 9 მილიონამდე ევროს თანხის გათათება დანაშაულებრივმა ჯგუფმა შეძლო უკანონო მიზნებისთვის შექმნილი კომპანიების ქსელისა და ყალბი დოკუმენტაციებისა თუ საბანკო ანგარიშების მეშვეობით. სამართალდამცავი ორგანოების მტკიცებით, რამდენიმე პირისგან შემდგარი ჯგუფი გეგმავდა 4 კერძო საცხოვრებელი სახლის მშენებლობას, თითოეული კონსტრუქციის ფართობი კი 1000 კვადრატულ მეტრამდე იქნებოდა. ამასთან იგეგმებოდა კომპლექსის მშენებლობა, რომელიც მოიცავდა სპა სალონებს და აუზებს. თითოეული ამ ობიექტის სავარაუდო ღირებულება რამდენიმე მილიონ ამერიკულ დოლარად ფასდება. თავად ანდრი ერმაკს მომხდართან დაკავშირებით მედიასთან ვრცელი კომენტარი არ გაუკეთებია და თქვა, რომ დაელოდება გამოძიების საბოლოო შედეგებს. სამართალ წარმოება კი 2018 წელს დაიწყო და ნაწილია იმ მასშტაბური საგამოძიებო მოქმედებებისა, რომლებიც გასული წლის შემოდგომაზე დაიწყო, როდესაც უკრაინის პრეზიდენტის ყოფილი ბიზნეს პარტნიორი სახელმწიფო ატომურ სააგენტოში 100 მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობის თანხის გათეთრებაში დადანაშაულეს. მას შემდეგ, რაც ანდრი ერმაკის სახლსა და მის ახლო-გარემოცვასთან დაკავშირებულ ობიექტებში გასული წლის ნოემბრის ბოლოს უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ ჩხერკა ჩაატარა, მან დატოვა ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაცია. 2019 წელს ვოლოდიმირ ზელენსკის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ანდრი ერმაკი მის საგარეო პოლიტიკის მრჩევლად დაინიშნა. მოგვიანებით კი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად დაწინაურდა, რაც უკრაინაში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ თანამდებობად ითვლება. გასულ წელს ანდრი ერმაკი ხელმძღვანელობდა უკრაინის დელეგაციას ჟენევაში შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებში, რომლებიც მიმართული იყო კრემლის ომის პოტენციურ მოგვარებაზე.